დივამ შვიდობისა, მოგესალმებით. გამარჯობა მაია. დივამ შვიდობისა. მაიამ დღეს გადაწყვიტა გადაგვირს. და გამოალაგოს მთელი თავისი ბროლები ამჯერად არა ფერადი, არამედ ბროლისფერი. რა არის მაია ეს, რა მოგიწყვია და თქვათ ისიც რომ ეს ჭურჭელი ძალიან არაპოპულარობით სარგებლობს ამ წუთას, მაგრამ მე მგონია რომ დადგა დრო რომ გამოვალაგოთ ისევ კარადებიდან. რა არის ეს, რასთან გვაქვს საქმე? ვიცი, ყველა წარმოება შევკრიბე, რაც კი გქონდა გერმანია, ჩეხოსლოვაკია, რუსული ძველი ბროლიც, ანუ რომელსაც ტყვია არ ქონდა ჩამატებული და სულ მეკითხებიან რომ რითი განსხვავდება ეს მძიმე ბროლი ამ ძველი საბჭოთამდე ბროლიდან. აი ეს არის ზუსტად ის მოდელი, რომელშიც არ არის ტყვია, ნამდვილად ბროლია, მაგრამ სიმსუბუქით, ხმით და ჭყიალებით ცოტა გამოირჩევა იმ ბროლიდან. ხო, მაგრამ ლამაზია. ძალიან, ხო. რა არაჩვეულებრივი ფერია. ეს არის რევოლუციამდელი შუშა. ძალიან კარგია. გიშტები ამ ბროლზე, გიშტები. რითი გამოარჩ? მე კი ვატყობ თვალით. ნახე, პირველი არის სიმსუბუქე. მერე არის ფერი. ფერი აუცილებლად ცოტა მოყვითალო ექნება ამ ბროლს. და ისეთი ჭყიალება არ აქვს, მაგალითად, როგორც გერმანულს და ჩეხოსლოვაკიის ბროლს. ხო, ეს სასწაულებს შეება, ნახე რა საკეთებს. კი, აი ეს. ზეზე განსაკუთრებით. ესეც ეგ პერიოდია. ესეც ისე ძველია? ესეც ისეთი ძველია. ამას ჟღერადობაც ნახე, ისეთი არა აქვს, როგორც ვერცხლი ამ ბროლს. იცი რა, მე არ მეგულება ჩვენი დედების თაობის ოჯახები. ყველა სახში არ მეგულება, რომელთანაც არიდოს 1-2 სერვანტზე. ეს არის ახლა ძველი ჩეხოსლოვაკია, ნახეთ ამისი ნამუშევარი. აქ შეიძლება ფუნქციურად იმდენად არ იყოს ეს აუცილებელი, მაგრამ აქ არის ნამუშევრის ამბავი. აი რამდენი ოსტატმა რამდენი შრომა ჩადო ამ თითოეულ ნივთში. შეიძლება იმდენად არ ვიყენებდეთ ამას ეგრე ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ აი როგორც სამშვენისი ოჯახისთვის, აი სილამაზისთვის. ყოველდღიური გამოყენებისთვის არც არის ეს განკუთვნილი. ცოდვაც კია ყოველდღე გამოსაყენებელი. ეს ფრანგული წარმოება 200 წლის არის ზუსტად ბაკარას ისტორია, მეფის ბრძანებით დაარსდა ეს წარმოება ბაკარაში და ბაკარა რეგიონია საფრანგეთში და რითი გამოირჩევა ახლა ეს განსაკუთრებით იმითი რომ თუ ამაში 24%-ია ვერცხლის შემცველობა, და როგორ მომწევს? 30% არის ბაკარას შუშაში. მე ასე ვერ ვერკვევი, რა თქმა უნდა, როგორც მაიას სიყვარული ბროლთან კიდევ უფრო სხვანაირია. მე დავაბრუნებდი ბროლს აუცილებლად. მე მომწონს ძალიან მომწონს. ყოველდღიურობაშიც და სუფრებზეც. ყოველდღიურობაში არ ვიცი, მაგრამ აი ბროლით გაშლილი სუფრა ერთხელ ძალიან მომეწონებოდა. ძალიან უხდება ვერცხლი და უხდება სარკე. საოცრად უხდება სარკე და ვერცხლის ჭურჭელი. თუ კი გავშლიდით სუფრას, სადაც ქვეშ იქნებოდა სარკე, რომელიც აირეკლავდა ზემოდან ბროლის, ჭაღის ელვარებას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი დეკორაციების მოწყობა შეიძლება და ან როგორის გრაფინებია, რა ვიცი რა. აი ზუსტად ნახე, აი ეს არის. აი რო გადადის ეს ფერები, აი ეს არის ტყუის შემცველობის ამბავი. მოკლედ ტყუიას ვუმადლით ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თორე აი სიმძიმითაც და ჟღერადობითაც და ფერითაც მიხვდები. მაია, საქართველოში არ აწარმოებდნენ ბროლს? მე არ მგონი, არ გამიგონია. არ ქართული წარმოება არ ვიცით. ქართული წარმოება არ ვიცით. ჩვენთან შემოდიოდა ძირითადად ჩეხოსლოვაკია, ძალიან ნაკლები. მე არ მქონია ყოველ შემთხვევაში, რომ ბაკარა მენახოს, არა. უფრო ჩეხები და გერმანია. ეს იყო ძირითადი ექსპორტი და აი ეს ბაკარა უფრო სამეფო კარის და ძალიან იშვიათი ნივთია. ძალიან ლამაზი გრაფინი. ძალიან. და ნამუშევარი ნახეთ. ეგ მე მგონი ნემსით უნდა იყოს, არა? ნამუშევარია მთლიანად. ყველა ნივთი ცათითაოთ იბერებოდა ხელით აუცილებლად და ხელით შლი. მაგას შუშასაც ეტყობა რომ რაღაცა განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია. ამაში ყველაზე მეტია ტყვია. 30%-ია. დედა ეს ტყვია რა ყოფილა? კი. დედა რა ხმა აქვს, მაია როგორი ზარია? ძალიან. ეს რა არის? ესეც ის არის, არა? ფესტივალი რომ არის, ფერადი შუშების. კი, ოღონდ თეთრი ფერის ფერადი არ არის. აი ესეც არის რევოლუციამდელი შუშა. ნახეთ ჯერ როგორი მსუბუქია, როგორი ჭრილები აქვს შეხედეთ. ეს ყველაფერი მე მინახავს დოკუმენტური ფილმები. წინათ გადიოდა ტელევიზორებში, გახსოვს? აჩვენებდნენ როგორ სხედან ის ოსტატები და წყლის ჭავლით როგორ ამუშავებენ. წყლის წყალთან ერთად, წყლის გარეშე ეს ხო იბზარება. მე მიდის ქიმიური დამუშავება.
ვაკეთებ და რა ხმა აქვს შენ გენაცვალე? ზარია. მე უკეთდება ქიმიური დამუშავა, ბევრ რამეს გადის ეს მთელი ტექნოლოგია. არა მარტო ტყვია, მაგ ბევრი. ამათ მაგალითად საერთოდ თავის საიდუმლო აქვს ბაკარას. აი რო არ ამხელენ ისეთი საიდუმლო, რითაც გამოირჩევა ცივი, უფრო ცივი ბრჭყვიალება აქვს, სხვანაირია. אז ყველა წარმოებას აქვს თავისი პატარა საიდუმლო. მე მაინც იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბროლი ისევ დაიბრუნებს ძველ ბრწყინვალებას. დაბრუნებულია? ჩემთვის დაბრუნებულია, შენთვისაც. მე მგონი რომ ჩვენ შევძლებთ მაგას, რომ ბროლი ისევ ავაგზურიალოთ. ამაზე ლამაზია. სხვათაშორის ამას წინათ გაკვირვებული მიყვებოდნენ შრალხიძე შენზე. იციან ჩვენი მეგობრობის ამბავი, რა თქმა უნდა და მაიამო ბროლები წაზიდაო, ბროლებიო და გაკვირვებული იყო რა თქმა უნდა. ყველას მოეწონება. არ შეიძლება ეს რო არ მოგეწონა. ბევრი იცნობს კიდეც აქ საკუთარ ნივთს, არ მგონია. ძალიან ადვილად იმეტებენ ახლა ადამიანები ოჯახებიდან. ბროლს ძალიან ადვილად შეელევიან, იმიტომ რომ რატომღაც აღარაა მოდა და რატომ არის დაბრუნდა. დაბრუნებულა, მე ვერ შემიტყვია ჩემო ძვირფასებო, ბროლი დაბრუნებულა. მე გიждები და ძალიან მომწონს დიდი სახილეები, ჯამები რომ არის დიდი. და დიდი სიამოვნებით თუ კი შემხვდება ესეთი ამას ამბობ. ეგეც ლამაზია და უფრო დიდებით. ოჰოჰო, ეს რა კარგია. ამაზე ბროწეულები არის რაღაც. აი რამდენი ნაშრომია წარმოედგინეთ ამაზე. აი რამდენხელა შრომა უნდა ჩადო ამაში, რომ აი ესეთი სილამაზე მიიღო. შენაჩვენე რა კარგია. ოჰოჰო. დღეს მზიანი დღეა, ძალიან გაგვიმართლა და ბროლი კიდე უფრო ბჟღვიალებს, ვიდრე ბჟღვიალებს. ძალიან ლამაზია. ფერადი შუშა ჩვენ ცალკე გავაკეთოთ. ერთხელ მოვაგროვოთ ფერადი, ჩემი სიყვარული ფერადი შუშის მიმართ, ეგ ცალკე ამბავია, მაიას ცალკე გატაცებები და სიყვარული აქვს, უკან ბევრი ლურჯი დევს ფანჯრის რაფაზე, ამაზე მე ცალკე ვილაპარაკოთ. მე მგონია მაია რომ ეხა იმდენი თანამედროვე ჭურჭელი გამოვიდა, იმდენაირ რამეს გვთავაზობენ, რომ ბროლმა თავისით ბროლი თავისით ჩაჩოჩდა. და როგორ გონია რატომ გაუბრალოვდა ასე? ნუ მასიურმა წარმოებამ ეხლა ყველაფერი შტამპია და ყველაფერი კეთდება ერთნაირი, ამან გამოიწვია გაიაფება და მუშახელიც არ არის სპეციალისტები ამისი, აღარ არიან ოსტატები, ვინც ამას ხელით დაჯდება და გააკეთებს და ეხლა უკვე ამან გამოიწვია ისევ მოთხოვნა, რომ ხალხი ხვდება უკვე გემოვნება, როცა გააკ ადამიანს ხვდები, რომ ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ხელით ნამუშევარს ჩამოსხმული შუშა. აბსოლუტურად სხვა არის. აი თან შუშაც კი არ არის პლასმასის და რაღაცის ნარევია. ხო, არ არის ბროლთან საერთოდ ახლოს არის. ამას წინათ ჩემი მეგობრის შვილებმა დამპატიჟეს, ბავშვი მონათლეს და ტექნოლოგიურად მონათლეს ბავშვი და საერთოდ სხვა თაობის ახალგაზრდებში აღმოჩნდი. და ისე გამიკვირდა, ესო დედაჩემმა მაჩუკაო, არ ვიცი ჩემს თავს ჩემი მოსაწონებლად თუ ასე ბროლის ჭიქებით ქონდა გაშლილი სუფრა და გამიკვირდა იმ თაობის ახალგაზრდებში, რომ ამას ქონდა რაღაცა როლი და მნიშვნელობა. მე მგონია რომ გაივლის დრო და დაბრუნდება ბროლი ისე. დაბრუნებულია ბროლი. მაია ამტკიცებს რომ დაბრუნებულია. მაიამ დააბრუნა. მე მგონია რომ მთელი გულწრფელობით უნდა დაგემშვიდობოთ. ჩვენ შეგახარბეთ ჩვენი ბროლები, კიდევ ბევრი გვაქვს სანახებში რასაკვირველია შენახული, მაიას გამოძეძგილი კარადები ბროლით და ელოდება ბროლის დაბრუნებას და ამტკიცებს დაჟინებით რომ ბროლი არსად არ წასულა ჩვენს ცხოვრებაში ისევ არსებობს. იმედი მაქვს რომ ბროლის ისტორია. გავაცოცხლეთ ბროლის ისტორია, იმედი მაქვს რომ თქვენ ამოიცანით თქვენთვის ბევრი ნაცნობი ჭურჭელი ამ ჩვენს კოლექციაში და თქვენ შეეცდებით აწის სხვანაირად შეხედოთ ბროლის ჭურჭელს. მაია, დიდი მადლობა ამ მშვენიერი ამბვის ასე წარმოჩენისთვის. მადლობას გიხდით.